შავი ზღვა მზე, ულამაზესი სანაპირო, უამრავი ტურისტი. ბათუმი ტურისტულ სეზონზე დამსვენებლების პირველ ნაკადს მასპინძლობს. ბათუმის სანაპირო როგორც ყოველთვის ახლაც ხალხმრავლობით და უამრავი გასართობით გამოირჩევა. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს თავგადასავლებით სავსე ზაფხულიებით. მე პოლონეთიდან ვარ. ბათუმში 3 დღით ჩამოვედი. ძალიან კარგი ამინდია, შესანიშნავი სანაპიროა, ულამაზესი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის აქტიური სეზონი, აქ მაინც ბევრი ხალხია. კარგად ვერთობით, ამ დასვენებას მთელი წელი ველოდით. სეზონი გაიხსნა უკვე დიდი ხანია და ვფიქრობ, კარგი შთაბეჭდილებაა, თანდათან ალბათ ხალხიც უფრო და უფრო გამოვა და უფრო გამხიარულდება სეზონი. წყლის გასართობების გარდა მათ, ვისაც სანაპიროზე ყოფნა დიდხანს არ შეუძლია, ბულვარში მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდიელით. თუ ამ ზღვისპირა ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაირჩიეთ ველოსიპედი. ბათუმი ცნობილია მოწესრიგებული საველოსიპედო გზებით, რომლითაც დღემდე უამრავი ტურისტი სარგებლობს. ჩვენ მოსკოვიდან ვართ. აქ მანქანით ჩამოვედით ჩვენს მეგობართან სტუმრად. ძალიან მომწონს ბათუმი. აქ კარგი მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ულამაზესი ბუნებაა და შავი ზღვაც განსაკუთრებულია. ქალაქში ბევრი კაფე თუ რესტორანია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სანაპირო რესტორანია, რომელსაც ადგილობრივები ბერექს უწოდებენ. ადრე ეს რესტორანი კაპიტანის სახლს წარმოადგენდა, შემდეგ რესტორნად გადაკეთდა და ახლა აქ შეგიძლიათ ცნობილი ქვიშაზე მოდუღებული ყავა და უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური მიირთვათ. საღამო ბათუმში განსაკუთრებული მომაჯადოვებელი სილამაზით გამოირჩევა. ზაფხულში ეს ადგილი ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. ბათუმის პიაცას მოედანი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელია. ცოცხალი მუსიკა, ევროპული გარემო, უგემრიელესი კერძები. პიაცას მოედანი ბათუმის სიმბოლოდ იქცა. ეს ადგილი მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით გამოირჩევა. ბათუმი როგორც ყოველთვის ამ სეზონზეც უამრავ ტურისტს ელის და მათ დაუვიწყარ განსხვავებულ ბათუმურ ზაფხულს პირდება.